მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლაშა დეისაძე შარვაშიძე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს გვექნება საუბარი თარიღზე, რომელიც ისტორიაში უკვე ჩაწერილია და რომლის შემდეგ გავიდა 60 წელი. ეს არის 1956 წლის 9 მარტი თემა, რომელსაც აუცილებლად უნდა შევხებოდით ამ გადაცემაში. მაშინ საბჭოთა სისხლიანმა რეჟიმმა ქუჩებში დახვრიტა ხალხი რა უძღვოდა ამ ყველაფერს, საიდან დაიწყო ეს პროცესები და შემდეგ სად მივედით. გისმენთ ბატონ ლაშა. მოგესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, მივესალმებით მთელს ჩვენს ქვეყანას. პირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისათვის. მადლობა თქვენ. გაიხარეთ. ყოველთვის განსაკუთრებით მიხარია თქვენს გადაცემაში მოსვლა და ეს გრძელდება წლების მანძილზე დიდი სიამოვნებით პირადად ჩემი მხრიდანაც, იმიტომ რომ წამყვანი ძალიან ბევრ თავარ მიმართულებას უძღვება ტელეგადაცემისას და თქვენი პროფესიონალიზმი ჩემთვის ყოველთვის არის გამორჩეული და განსაკუთრებული და მადლობას გიხდით მე. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. ასე რაც შეეხება თვითონ თემას, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ 1956 წლის 9 მარტიდან გუშინ შესრულდა 70 წელი და რა მოხდა ამ დღეს, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, სანამ უშუალოდ ვიტყოდეთ რა მოხდა ამ დღეს, მანამდე ზოგადად როგორი იყო საბჭოთა რეჟიმის რეპრესიული სტილი, რა ხდებოდა მთელი 10 წლეულების მანძილზე, სანამ დადგებოდა უშუალოდ ეს დღე და როგორ მივიდა ხალხი აქამდე. უნდა ვთქვათ აუცილებლად ის, რომ მოგეხსენებათ, სულ ახლახან იყო თებერვლის თვე, 1921 წლის თებერვალში მოხდა საქართველოს გასაბჭოება. გასაბჭოება არის ესე ვთქვათ მისი ფორმალური ტერმინი. რეალურად ეს იყო რუსეთის მიერ მორიგი ანექსია. ჩვენ რუსეთის მიერ არაერთი ანექსია გვაქვს სამწუხაროდ სისხლითა და ვაებით განცდილი და ეს იყო მორიგი ანექსია რუსეთის მიერ, რომელმაც თავისი საჯარისო ნაწილებით დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც სამწუხაროდ არასრული 3 წლის მანძილზე იყო დამოუკიდებელი. რაც გრძელდება და სამწუხაროდ გრძელდება სხვადასხვა ფორმით გეთანხმებით. აქედან თავდაპირველ მომენტში, სანამ უშუალოდ საბჭოთა რეჟიმი გადავიდოდა რეპრესიულ სტილზე, რაც იმთავითვე ცხადი იყო მისი ხასიათი როგორი იყო, თუნდაც იქედან რომ მაგალითად, როდესაც 1921 წლის თებერვალში 16 თებერვალს გაიგზავნა შულავერის ეგრეთ წოდებული შულავერის კომიტეტის მიერ სამხრეთ საქართველოსთან თითქოს დაჯანყებულების წერილი მოსკოვში რომ მოგვეხმარეთ, იმიტომ რომ აქ თითქოს იჩაგრებოდნენ შრომელები და იქ ბევრი რა თქმა უნდა ეთნიკური ქართველი არ იყო, ვინც ეს გააკეთა. წინა დღეს, ესე იგი, როდესაც სანამ წერილი გაიგზავნებოდა, წინა დღეს 15 აპრილს, უკვე 15 თებერვალს, უკვე მე-11 წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული იყო. ან ესეც წარმოაჩენს მის დანაშაულებრივ და რეპრესიულ ხასიათს, რომ თუ ის ჯერ მიეკითხებოდა სხვა სახელმწიფოში შესვლა, მაგრამ თუ ის აქ იმიტომ შემოვიდა, რომ ესე იგი 16 თებერვალს გაგზავნილი წერილი საპასუხოდ, მაშინ წინა დღეს 15 თებერვალს ჯერ საიდან და რატო იყო შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე. ანუ იმთავითაც ცხადი დაგეგმილი განსაზღვრული ძალიან გეგმა არსებობდა ამ საქმისა. თუმცა თავიდან არსებობის პირველ წელს საბჭოთა რეჟიმმა თავისი საცეცები ბოლომდე არ გამოაჩინა. ეს იყო ტაქტიკური სვლა. განსაკუთრებით ეს ტაქტიკური სვლა მათ ჭირდებოდა საგარეო ასპარეზზე. რატომ? დიახ, ესე იგი უცხოეთში განსაკუთრებით დასავლეთის სახელმწიფოებთან ისინი ქმნიდნენ ყალბ იმიჯს, რომ საქართველოს რუსეთმა კი არ დაიპყრო, არამედ იქ კვლავ არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფო და უბრალოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ შეცვალა მეორე პოლიტიკური ძალა. ანუ ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მენშევიკები ჩანაცვლენ ბოლშევიკებით. აი ამის გასაღება უნდოდა საბჭოთა რუსეთს და თავდაპირველად ეს შეძლო, იმიტომ რომ ანექსიის შემდეგაც ცნო ზოგიერთმა უცხოურმა სახელმწიფომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა, რომელიც უკვე იმ წლის თებერვლისიდან აღარ არსებობდა რეალურად. მეტიც 1921 წლის 26 მაისი ხალხს აზეიმეს. ესე იგი თებერვალში მოხდა ანექსია 26 მაისს მოგეხსენებათ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა და
26 მაისი ხალხს აზეიმეს 1921 წელს, რომ ხალხი შეგუებოდა, რომ აქ დაპყრობა კი არ მოხდა მიუხედავად იმ ბრძოლებისა, არამედ მოხდა, რომ შეიცვალა ხელისუფლება. აი უკვე 1922 წლის 26 მაისი უკვე ხალხს აღარ აზეიმეს და იქ უკვე წამოვიდა მთელი რეპრესიული მანქანა. 1922 წლის ბოლოს შეიქმნა საბჭოთა კავშირის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, ხო? მანამდე არ არსებობდა ასეთი სახელწოდების სახელმწიფო. იმთავითაც საქართველოს არ შეუყვანიათ საბჭოთა კავშირში ცალკე რესპუბლიკად, შექმნეს ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა, რომელშიც გაერთიანეს საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი და ესე შეიყვანეს, ასე იყო საქართველოს სამ ქვეყანასთან ერთად ერთ რესპუბლიკად შესული საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ვიდრე 1936 წლამდე. თუმცა ეს რეპრესიებით, ესე იგი, დაიწყეს 20-იანი წლების რეპრესიები, 30-იანი წლების რეპრესიები. საერთოდ რა იყო საბჭოთა რეჟიმის მიზანი? ადამიანი დაეტოვებინა უბრალოდ ცოცხალ არსებად. გამოეცალა მისთვის ყველანაირი სოციალური რესურსი, ყველანაირი სოციალური პოტენციალი და მოთხოვნილება, რაც არსებობს ადამიანში, ესენი ყველაფერი გამოეცალა. იგივე აქედან იყო გამომდინარე ის ათეისტური კამპანია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის არ უნდოდა ყოფილიყო ადამიანებისთვის ღმერთი, არამედ ღმერთის ადგილი უნდა დაეკავებინა იდეოლოგიას, ანუ ლენინ, მარქს, ენგელსის იდეოლოგიას და ერთგვარად ნახეთ ანალოგი რა უნდა, ანუ ღმერთი აგერ ლენინი, ესა მოძღვრება მარქსი და ენგელსი, ორგანიზაცია პარტია. კი ბატონო. აი ესე იყო სახელმძღვანელოებში შესული დიახ. და ხალხი ამ იდეოლოგიით ამ თაობებს ამ იდეოლოგიაში ლენინის გარდაცვალების შემდეგ უკვე ნელ-ნელა 30-იან წლების დასაწყისიდან შემოვიდა სტალინის კულტი. მაინც 30-იან წლების დასაწყისამდე სტალინის კულტი დიდად ვერ მკვიდრდებოდა, იმიტომ რომ მისი ბრჭყალებში თანამოღვაწე რევოლუციონერები ცოცხლები იყვნენ. და ისინი მაინც სტალინს თანასწორად უყურებდნენ, როგორ ეხა ერთად მოვახდინეთ ეს გადატრიალებები, ეს საქართველოს ანექსია თუ სხვა რესპუბლიკების ანექსია და შენ ჩემი თანასწორი ხარ. მაგრამ აი როდესაც ზოგიერთი მათგანი სიკვდილით დასაჯეს, დახვრიტეს ეს სტალინმა შეგნებულად გააკეთა, იმიტომ რომ ისინი თანასწორად უყურებდნენ მას და მას უნდა უკვე მასე უმცროსი თაობა წამოსულიყო, რომელიც მას ბელადად აღიქვამდა, რომელიც მას მის ზემდგომად მამად აღიქვამდა და ეს თაობა, როდესაც თქვა მოიშორა სტალინმა თავისი თანამედროვე რევოლუციონერები და პარტიული მუშაკები, უკვე ნელ-ნელა დამკვიდრდა სტალინის კულტი. და ამას მოყვა დიდი რეპრესიები. ხა რეპრესიების მიზეზიც ერთ-ერთი მიზეზიც ცნობილია, სხვა მიზეზიც იყო, მაგრამ მიზეზია რა ვთქვათ, საბაბი. 1934 წელს მოკლეს ცნობილი საბჭოთა მოღვაწე კიროვი. და იმ კიროვის მკვლელობა იქნა გამოყენებული სტალინისა და პარტიის მიერ, რომ წამოეწყოთ ახალი რეპრესიები. საერთოდ რეპრესიაში არ იყო ერთი კაცის მკვლელობა მთელ ამ რეპრესიებთან, ეს იყო საბაბი. 1930-იანი წლებიდან 1950-იანი წლების შუა პერიოდამდე დაახლოებით 52 მილიონი განაჩენია საბჭოთა კავშირში გამოტანილი პოლიტიკური მოტივით. ამ 52 მილიონიდან სულ მცირე 1 მილიონი დახვრეტას ითვალისწინებდა. 52 მილიონი პოლიტიკური მოტივით გამოტანილი განაჩენი ფიქსირდება. ესე იგი 30-იანი წლებიდან 50-იანი წლების შუალედში, ანუ სტალინის ეპოქაში. აქედან 1 მილიონი დახვრეტას ითვალისწინებდა, რომელთა უმრავლესობა მყისიერად არის აღსრულებული სამწუხაროდ. 6 მილიონი დაახლოებით ითვალისწინებდა გადასახლებებს. და დანარჩენი სხვა საშენებს. ხა ხვდებით ხო რა მხერა რეპრესიულ მანქანასთან იყო საქმე და აი ამ რეპრესიულმა მანქანამ დაამკვიდრა სტალინის კულტი, პიროვნების კულტი. აი სწორედ იმ პიროვნების კულტზე შეხებას მოყვა ის 1956 წლის 9 მარტი, რომლიდანაც როგორც აღნიშნეთ ჩვენ გუშინ გავიდა 70 წელი. ნუ ეს რეპრესიები არ იყო მხოლოდ სახელმწიფოებრივი საერო მიმართულებით, ეს გადაწყვეტა საეკლესიო მიმართულებას სამწუხაროდ. პირველ ეტაპზე სტალინმა განიზრახა და მისმა მმართველობამ რომ ეკლესია ფიზიკურად მოესწროთ. ამაზე სტალინის წერილიც არსებობს 1930 წელს გამოქვეყნებული წერილია ბაჟდელ პრესაში დაბეჭდილი, როგორც კლასი უნდა მოუსწროთო ჩვენო სასულიერო დასვი ამასაც ამბობდა, მაგრამ როდესაც დაინახა რომ ამას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ სადღაც ერთი ეპისკოპოსი მაინც იქნებოდა ეპისკოპოსი თუ არსებობს, ეკლესია არსებობს და ეკლესია არ არის მარტო შენობა, ხო? დაანგრიელ ტაძარს, მაგრამ ეპისკოპოსი თუ არსებობს, ეკლესია არსებობს და მოგალმორწმუნე არსებობს. ამიტომ გადავიდა რაზე? სტალინი რომ მოდი ვერ ვანადგურებთ ხო ამათ, ახლა ერთი სადღაც ვიღაც იქნება. ამიტომ ჩვენ სამსახურში ჩავაყენოთ. და გადაიყვანა უკვე 30-იანი წლის მეორე ნახევარი. ძალიან ხელწერაა. ეს ხელწერა გამოიყენება ჩრდილოეთის ფრენად. რა თქმა უნდა. აი ეს ყველაფერი რო ესე რომ ვთქვათ,
მიიღო სტალინმა, უკვე ყარად არის მისი კულტი. მის სიცოცხლეში იდგმებოდა ძეგლები, მაგალითად თბილისში ცნობილი სტალინის ძეგლი, სადაც ეს მოვლენები მოხდა, სხვათა შორის 56-19 მოვლენები 1939 წელს დაიდგა, ანუ მის სიცოცხლეში. კიდევ მეტიც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთი პერიოდი იყო სტალინის სახელობის. სტალინისვე სიცოცხლეში მიენიჭა მას იოსებ სტალინის სახელი. ესე იგი, კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი, არა მარტო პირველი ქართული უნივერსიტეტია, კავკასიაში პირველი უნივერსიტეტია ის. და ამიტომ ეხლა რა დონეზე იყო მისი კულტი და ამაზე თაობები გაიზარდნენ. განსაკუთრებით სტალინის კულტის მიმართ უპირობო თაყვანისცემა ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის წლებში. მეორე მსოფლიო ომს მოიხსენებათ რა უწოდა საბჭოთა რეჟიმმა. ის არ იხსენიება როგორც მეორე მსოფლიო ომი დღემდე რუსულ ისტორიოგრაფიაში. ეს იხსენიება როგორც დიდი სამამულო ომი. რატო? ეს პროპაგანდისტვის გამოიყენა ამ კაცმა და იმ რეჟიმმა. რისთვის? ესე იგი, რომ ამით ხალხს მან შთააგონა, რომ შენი მამული მარტო ის კი არაა შენი ქვეყანა, სადაც შენ ცხოვრობ, ქართველისთვის, ქართველი სომეხი, საქართველოს სომეხისთვის, სომხეთია, აზერბაიჯანელისთვის, აზერბაიჯანი, არა, მთელი საბჭოთა კავშირი, ეს ყველა რესპუბლიკა რუსეთის დამატებით არის შენი მამული. აიგე და აქ ომი რომ იდის, შენ სადაც არ უნდა ცხოვრობდე. თქვათ, საქართველოში რო ცხოვრობ და აქ სიტუაცია არ შემოსულა ის ნაცისტური გერმანია, რა მნიშვნელობა აქვს რუსეთში ხო შემოვიდა, ისიც შენი არის. ანუ მოძმე ერებთან ერთად საერთო მამული. აი ეს იყო. საერთო მამულის დასაცავად. და ეს არ იყო შენი მამული, ხა რუსეთი რატოა ჩვენი მამული, ხო? ინა სხვა ქვეყნები. საქართველოს გარდა და ეს ტერმინი ხო შემოიტანა და აი ამ დიდმა სამამულო ომმა, ამ ესე იგი აბრევიატურამაც კი ისე მეორე მსოფლიო ომიც გამოიყენა ამ კაცმა და მისმა რეჟიმმა თავისი კულტის ესე გასამყარებლად. აი მეორე მსოფლიო ომის დროს საერთოდ გამყარდა იოსებ სტალინის კულტი, ხა დადიოდა ლეგენდები, რომ აი სტალინმა მოიგო მეორე მსოფლიო ომი. დასავლეთში ეცინებათ ამასზე. აი ნამდვილი ვინმე შეგედავებოდათ ახლა. აი მე ვიცი და დღემდე ამბობენ. თქვენ ყავდეთ ოპონენტი, საინტერესო იქნებოდა ეს. დღემდე ამბობენ ამას და ვიცი რომ ამას ამბობენ. დასავლეთ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამაზე ეცინებათ. რო არა ამერიკის შეერთებული შტატები, რო არა დიდი ბრიტანეთი და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები მეორე მსოფლიო ომს მოიგებდა ჰიტლერი. ერთი სტატისტიკები დევს. სტალინმა უბრალოდ თქვენ რუზველტის და ჩერჩილის და სტალინის აი ამ დიდი სამეულის ურთიერთთანამშრომლობაზე. ხო, ნუ ჩართული იყვნენ მოკავშირეები, ხო? ეხლა მოგეხსენება ჩვენ დიდი ემიგრაცია გვყავს ამ ბოლო 20 წლის მანძილზე დასავლეთში. და იქ ხანდახან რო უთქვამთ ჩვენ ემიგრანტებს რომ სტალინი ეცინებათ იქ. იმიტომ რომ იქ არიციან ეს ისტორია. ეს ჩვენ გვასწავლეს ეს ისტორია. და ჩვენ წინათ ავიღეთ. რა თქმა უნდა, დიდი იყო მისი როლი, კი არ მცირე კი არ იყო, მაგრამ არა ის რომ მან მოიგო, არ იყო ასე. და ესეთი რამე ვთქვათ. აი მეორე მსოფლიო ომმა ბოლომდე გაამყარა მისი კულტი, ბოლომდე დაამკვიდრა სამშობლო როგორც საბჭოთა კავშირი და არა როგორც თქვა სამშობლო მარტო საქართველო ან სომხეთი ან რუსეთი. და ხალხის აზროვნება არ დაკნა. მანამდე იყო ეს საბჭოური, მაგრამ ეხა გარდაქმნა, ანუ ეროვნულობის შეგრძნება თითქმის დაიკარგა. მანამდე ამას უძღოდა რა წინ 20-30-იან წლებში სრული რეპრესიები მოგეხსენებათ ეს დიდი ჩვენი ინტელიგენცია და სასულიერო პირები ზოგი გადაასახლეს, ზოგი დახვრიტეს, იყო მათ შორის ზოგიერთი საერო მოღვაწისგან თვითმკვლელობის ფაქტებიც, მაგრამ ის თვითმკვლელობა იყო მხოლოდ ფიზიკურად, რეალურად ისიც მკვლელობა იყო და ასე შემდეგ მიყვანა დიახ თვითმკვლელობამდე და ეს ყველაფერი რო ესე იგი გაასრულა სტალინმა მეორე მსოფლიო ომს შეადუღაბა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოში, მოდი ახლა საქართველოს მაგალითად ვთქვათ ამ წუთას, საერთოდ მიაძინა თითქმის ბოლომდე მიაძინა ღრმა ძილს მისცა საქართველოში ეროვნულ სახელმწიფოებრივი ცნობიერება. მანამდე ვიცით ახლა იქ 24 წლის 1924 წლის აჯანყება, მე აგერ 40-იან წლების დასაწყისში ეგრეთ წოდებული სამანელების საქმე იქ ასპირანტები დახვრიტეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტები 40-იან წლების დასაწყისში, იმიტომ დამოუკიდებლობის აღდგენა უნდათ, მათ შორის ერთ-ერთი იყო, უნდა ვთქვათ, ქუთაისის მიტროპოლიტის ნაუმ შავიანიძის ვაჟი, შალვა შავიანიძე დაიხვრიტა მაშინ. მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ნახე ყველა ჩააგდო ერთ საფიქრალში. სამწუხაროდ ხალხის უმრავლესობამ ვერ გაარჩია, რომ რა ბოროტებაც იყო საბჭოთა რეჟიმი, იგივე ბოროტება იყო ნაცისტური გერმანია. ეს ერთი მე მოგვიანებით სწორად თქვა, სხვათა შორის. თქვენ აიგივებთ. ეს იყო ერთი დიდი ბოროტების ორი გზა. სხვათა შორის ეს ჩემი სიტყვები არ არის, თვითონ აზრი, ეს არის
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სიტყვები, მან ორი დიდი ბოროტება უწოდა კომუნიზმს და ფაშიზმს. და ეს ხალხმა ესე იგი გაითავისა როგორც ესე იგი ეს სხვა აღარაფერი აღარ ხდება, აი ფაშისტური გერმანია მოდის და გადაერთო ყველა ამას. დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი, აქ პროპაგანდა მიმუშავა, რომ ეს გააკეთა სტალინმა და უკვე ხალხი გადავიდა, რომ ვიღაც სამწუხაროდ თითო როლა იყო ალბათ მეტი არა, ვიღაც ახსოვდა საქართველოს დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ვისაც ახსოვდა, ის ხალხი უკვე ამ ქვეყნად აღარ იყო. ამ დროს ჯერ კიდე ცოცხალია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ლეგიტიმური თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. ის უცხოეთში ამ დროს 1953 წელს გარდაიცვალა. ნუ მეორე მსოფლიო ომის მერე პერიოდი უკვე მიძინებული ეს მომენტი და აღარაფერი აღარ არსებობს. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 56 წლის 9 მარტი მოხდა თვითონ იმჟამინდელი საბჭოთა ლიდერისა და მისი მმართველობის უნიათობით, ანუ სათავისო უნიათობას გულისხმობ, თორე რომ არა მათი უჭკუობა, უნიათობა არ მოხდებოდა 9 მარტი და ის ეროვნული მოძრაობის გამოღვიძება შეიძლება უფრო დაგვიანებული იყო საქართველოში. იმად ვერც კი მიხვდნენ, როცა ეს სისხლიანი რეპრესია მოაწყეს 1956 წლის 9 მარტს, როგორ გამოაღვიძეს ქართული ეროვნული სული და მოძრაობა, რომლის მიზანი ამათ არ ჰქონდა პირიქით. მაგრამ აი მართლა რომ ღმერთმა დაუშვა ალბათ ესეთი რამ. და რა შეასახა 1953 წლის 5 მარტს მოგეხსენებათ, გარდაიცვალა იოსებ სტალინი და მის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოდის ნიკიტა ხრუშჩოვი. ეხლა აღარ მოყვები სინამდვილე რა იყო თუ ლეგენდა რა იყო, რა დაძაბული ურთიერთობები იყო სიცოცხლეში სტალინსა და ხრუშჩოვს შორის და ეს თათო დასინოდა მას სტალინი აგდებულად ექცეოდა, იმას მთელი ცხოვრება ბოღმა ჰქონდა, ეს ბოღმა სიცოცხლეში თქვა ვერ ამოიღო ამ კაცმა და გარდაცვლილზე დაიწყო შურისძიება. და ნუ 1956 წლის 25 თებერვალს დაიმართა რუსეთში საბჭოთა კავშირის დახურული ტიპის ყრილობა. და აი ამ დახურული ტიპის ყრილობაზე გამოვიდა ნიკიტა ხრუშჩოვი და ისაუბრა სტალინზე როგორც ესე იგი უარყოფით პერსონაზე, რომ უნდა ესე იგი რეალურად მემლიდან უკვე გამოყვანის საკითხს. აი ზუსტად ეს წელია 1956 წელი, რომ ეს იყო რეალურად ეს კაცი თქოს იყო კომუნიზმის მტერი და ასე შემდეგ და ეს კულტი უნდა ჩვენ დავანგრიოთ, ხალხში უნდა მომშალოთ ეს კულტი. და ხრუშჩოვს ამ შემთხვევაში ვერ გაუწია წინააღმდეგობა. იქ ვერ გაუწია წინააღმდეგობა, მაგრამ საქართველოსდან ჩასული დელეგატები ვინც იყვნენ, შეშფოთებულებმა დატოვეს ეს ფაქტი და ჩამოიტანეს იმათ აქ ინფორმაცია. ასევე როგორც ესე იგი ეს რეალურად მოხდა თუ არა არის ესე იგი ჭორის დონეზე, მაგრამ ეს ხმა გამოვიდა რომ სტალინ ისა ხრუშჩოვმა ასევე დაგმო სტალინის ეთნიკური ქართველობა. რომ აი ეს იმიტომ იყო ასეთი რომ ის ქართველი იყო, ან შინაარსი რო ვთქვა. იქ სხვათა შორის ნამდვილად შეეხო თავის გამოსვლაში. მე მოგვიანებით ეს გორბაჩოვის ერთ-ერთმა ორგანიზაციამ 80-იანი წლების შემდეგ ეს გამოაქვეყნა ეს მისი მიმართვის ტექსტი. იქ მართლაც ეხება ის სტალინის ქართველობას, თუმცა არა ესე პირდაპირ, მაგრამ ეხება ამას. და ჩამოვიდა საქართველოში ესეთი ხმა, რომ დაიგმო სტალინის კულტი და დაიგმო ასევე იმ კონტექსტში ხრუშჩოვის მიერ, რომ მან შეურაცხო იგი როგორც ქართველი. და როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი საქართველოს ეროვნულობის. ეხლა ნახეთ, ფაქტობრივად ხრუშჩოვმა მაპატიათ უნდა თქვა მიდიოტმა, მიძინებული, ყარაჩაძინებული მუხტი გააღვიძა. ისე რომ ერთს კი გაიფიქრა, რომ ეს მოხდებოდა. არც არავის არ ეგონა. ჩამოვიდა ეს ამბავი აქ. ახლა უკვე ჭორმართალი აირია ერთმანეთში. ზოგი ამბობს რომ იქ სტალინი გაილანძღა როგორც ქართველი, ზოგი ამბობს რომ არა როგორც მხოლოდ ბელადი, მაგრამ მოგეხსენებათ ეხლა საქართველოს მცირერიცხოვანი ქვეყანაა, ჭორი და სიმართლე მარტივად ვრცელდება და ის თაობა არის, ვინც სტალინის იდეებზეა გაზრდილი, ვისაც დააგონეს რომ სტალინი თითქოს ღმერთის ტოლაკაცია. აი მან მეორე მსოფლიო ომი მოიგო. სტალინი მსოფლიო ბელადია და ახლა შენ ამ თაობას გუში რომ ამას ეუბნებოდი, დღეს ამ კაცს ულანძღავ, ამას ვინ გაგიტარებს? ხო? დაიწყო გამოსვლა. ეს მოხდა 1956 წლის 25 თებერვალი იყო ეს მოვლენა და 4 მარტის საღამოდან, აი 5 მარტი რო თენდებოდა, საერთოდ დაემთხვა 5 მარტი სტალინის გარდაცვალების დღე არის და 3 წელი გადიოდა მაშინ სტალინის გარდაცვალება. 4 მარტის საღამოდან 5 მარტი რო თენდებოდა, დაიწყო აქცია. ვინ უდგა სათავეში? თქვენ თქვით რომ ეს სპონტანური იყო. სპონტანური, მაგრამ მონაწილეებიც იყვნენ იქ ამ შემდგომ, მაგრამ იგივე ვერ გამოყოფს პიროვნებას. ნოდარ ნათაძე.
ნოდარ ნათაძე ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო. სხვა შორის 49 მარტის შემდეგ გამოვიდნენ ასპარეზზე ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა. აი ხო ხედავთ, საერთოდ რაშვაში იყო ხო, მაგრამ ქართულმა გენმა ერთიანად ამოხეთქა, ესე რომ ვთქვა და მოხდა გამოსვლები 4 მარტიდან დაიწყო გამოსვლები. 4 მარტის. ეს მოედო ქალაქებს. თბილისი, ქუთაისი, ფოტოც არსებობს, ფოტოშორის ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე რამხელა მიტინგი იყო. სოხუმი, გორი, ახლა თავისთავად ახლა გორი ჩამოჩვებოდა სტალინის მშობლიური ქალაქი დღესაც უყვართ ხო სტალინი. მუზეუმი დღემდეა. და აზრით და ტალხა. მაშინდელი საქართველოს კომპარტიის ЦК-ს პირველი მდივანი იყო ვასილ ჟავანაძე. ის ახალი დანიშნული იყო თანამდებობაზე. და ის ვასილ ჟავანაძე მივიდა პროტესტანტებთან და უთხრა, რომ ჭორიაო, რომ სტალინი დაიგმო, ტყუილი არის, არ მომხდარა ეგ. მაგრამ უკვე იმას აღარ დაუჭირს. მას სხვა მოსაზრება ჰქონდა. არა, მან იცოდა რეალური ინფორმაცია, მაგრამ აი ამ ხალხის დაშოშმინება უნდოდა. აი, ამან ხალხი ვერ დააშოშმინა. უამრავი ხალხია შეკლებელი თბილისში. არ დაუჭირეს, უამრავი ხალხია შეკლებელი თბილისში, სხვადასხვა ქალაქ ქუთაისში, გორში, სოხუმში და ეს დახვრეტა დაიწყეს თბილისში. რატომ? ეს მოხდა 1956 წელს, ესე იგი 4-5 დღე მიდის უწყვეტად ეს საპროტესტო აქციები. ესენი აპროტესტებენ რომ თქვენ რას ქვია დაგმეთ სტალინის კულტი, მაგრამ იდეაში რა უდევს ამას? სტალინი ქართველია და მის ქართველობა უდევს ამ პროტესტში და კიდე თანამედროვეები ვინც იყვნენ მაშინ ისინი იხსენებდნენ არ ვიცი ხა იმით მონაწილეები არიან ცოცხლი, მაგრამ მაშინ პატარა ბავშვები იყვნენ. ვინც ამ თვითმხილველები იყვნენ და ხო პატარა ბავშვები. ეხლა უშუალო მონაწილეები ნოდარ ნათაძეებიც არიან კიდე, მაგრამ უკვე ღრმა საკში არიან ცოტანი ძალიან და თანამედროვეები იხსენებენ რომ აი ამ საპროტესტო აქციებზე მოულოდნელად გაიჟღერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა. ანუ რაშვაშია ხო სტალინი, რომელიც ერთ-ერთი მოთავე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობის თავის დროზე 1921 წელსში და თითქოს რომ მის დასაცავად გამოვიდა ეს ხალხი და იქ ვიღაცა მიყვირა დამოუკიდებელი საქართველო. 56 წელია შუა კომუნიზმი, ხრუშჩოვიზმი და ამას რომ ბედავს ხალხი. ხო? ეს წარმოიდგინეთ, ჩვენ 99 წელს არ გვაპატიეს და მაშინ დავიხოცეს ეს ხალხი და 56 წელში ვინ გაპატიებს ამას. და იქ პროკლამაციებით ვრცელდება უკვე ჩუმად და რას უკვე ელოდება საბჭოთა რეჟიმის საბაბს ბოლო ნაპერწკალს რომ ცეცხლი გახსნას. როგორც ჩანს, ამათ უკვე რუსთაველზე ტერიტორია იქ თბილისის ცენტრალურ შენობებში უკვე ჯარი შეყვანილი ყავდათ. იმიტომ რომ ცეცხლი შენობებიდან გაიხსნა. პირველად ეს იყო კავშირგამბულობის შენობა. ტყვიან ფუქვები იქიდან მოუშვეს. რა მოხდა? 9 მარტს ვიღაცამ ინფორმაცია გამოტანა. აგეთყვით არა. რა თქმა უნდა, იქ იმ აქციის მონაწილეებში არაერთი იქნებოდა უშიშროების აგენტი, ხო? იქ როგორც შემდეგ მოგვიანებით ზვიათანაც იყვნენ ეგენი. უნებრივია საბჭოთა დაზორვა მუშაობდა. და 56 9 მარტს ახლა რატო დაემთხვა კიდე ეს? 9 მარტი არის ცნობილი საბჭოთა პოლიტიკოსის მოლოტოვის დაბადების დღე. ვიაჩესლავ მოლოტოვის დაბადების დღე. მოლოტოვი მოგეხსენებათ ეს ცნობილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ხელი მოაწერა 1939 წელს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს ნაცისტურ გერმანიასთან და მოლოტოვმა სხვადასხვა დიდხანს იცოცხლა. ის 1986 წელს გარდაიცვალა, 96 წლის იყო რო გარდაიცვალა მოლოტოვი. 1890-ში იყო დაბადებული და 1986-ში გარდაიცვალა. ესე იგი გორბაჩოვის დროს და საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში. ეს მოლოტოვი მოიაზრებოდა ცნობილიც იყო ასეთი როგორც სტალინის მარჯვენა ხელი, აქტიური თანამოაზრე და ღირსეული მეგობარი. იქ მოილაპარაკეს ამ აქციისას, რომ დღეს 9 მარტი რო არის და ჩვენ ამ იდეას გარშემო ვართ აქ მოგშეკლებული, გაუგზავნოთ მისალოცი დეპეშა ამ ხალხ მოლოტოვს დაბადების დღის მილოცვა უნდათ. ეს უნდა გაგზავნილიყო კავშირგამბულობის შენობიდან. გასაგებია. კავშირგამბულობის შენობაში გაუშვეს 4 ადამიანი ამ აქციის მონაწილეებმა. 2 ვაჟი და 2 გოგონა. რა იმიანდეს და ესე იგი აქ მარტო მოლოტოვის დაბადების დღის მილოცვა კი არის, ამით ისინი აგებიებდნენ მოლოტოვს რა ხდება თბილისში. იმას ეცოდინებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტობრივად ამით თხოვდნენ მხარდაჭერას. რა თქმა უნდა. და ეს დეპეშა რო არ გაგზავნილი იყო, ეს იყო საბაბი მთელი დღეები ეს ადვირთებული იყო, როდესაც ესენი შევიდნენ კავშირგამბულობის შენობაში, გაიხსნა იქიდან ცეცხლი. და ტყვიან ფუქვები მოუშვეს. დღემდე არ არის ზუსტი, ეს მთელი დღე იხვრიტებოდა, აი
როგორც ცხოველებს ისე დაძდებდნენ, ნადირობდნენ ხალხს, აი კურდღლებზე რა შედარებ, უბრალოდ აი რომ ესე ნადირობდნენ მთელი დღე ხალხს. დღემდე არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანია იმ დღეს დახვრეტილი თბილისის ქუჩებში. 27 ადამიანს ამბობდა სხვადასხვა მონაცემები თვითონ საბჭოთა რეჟიმი. დიახ. 1300 ადამიანზეა საუბარი. 1300. ასე იგი ვერ კონკრეტდება იმ რაოდენობის ადამიანი ყავს დახვრეტილი. 100-ზე მეტი რო იყო ეს უეჭველი, ახლა 100 ეს არის ყველაზე მცირე. 100-დან 1000-მდე. ახლა რამხელა შუალედია, მაგრამ ვერ კონკრეტდება. ასეულებზე არის საუბარი. მათ შორის სპეციალურად დამალული ეს ინფორმაცია. ესე იგი, ზოგი მე გარდაცვლილებს იქვე მტკვარში ყრიდნენ. ან ზოგი თვითონ მტკვარში ხტებოდა და იხჩვებოდა, ან როესროდენ ცხედარ მტკვარი წაიღებდა. ესე იგი, 9 აპრილი ახლა თქვენმა თაობამ კარგად იცის და ახსოვს. დიახ. 9 აპრილს ხო რა მოხდა და იქ ლოკალური სივრცე იყო ეგ რუსთავის. თბილისი ლამის შეღებეს ამ დღეს 56 წლის 9 მარტს. და მათ შორის არაერთი არასრულწლოვანია დახვრეტილი. მათ შორის არიან 14 წლის ბავშვი, 16 წლის ბავშვი, ერთი მაგალითად არის 16 წლის ბიჭი მოკლული, სახელი და გვარი მახსოვს მისი კიაზო ჭანტურიძე, რომელიც თბილისში ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული. და მე ნამყოფი ვარ ამდენჯერმე ზუსტად ამ დღეს მის საფლავთან. მათ შორის ერთი კარგი ტრადიცია ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს რომ ყოველი წლის 9 მარტს ამ უნივერსიტეტში იმართებოდა ღონისძიება და მე მაშინ ამ უნივერსიტეტის დოქტორანტი ვიყავი და შემდეგ გადავდიოდით ვაკის სასაფლაოზე სასულიერო პირის თანხლებით და პანაშვიდს უხდიდით აი ამ საუკეთესო ტრადიციას არ გრძელდება დღეს. როგორც ვიცი არ გრძელდება, ამას ეს მოქმედებდა როგორც გითხარით ბატონი სერგო ვარდოსანიძის რექტორობისას და დღეს აღარ ვიცი არის თუ არა და პანაშვიდს უხდიდით აი ამ გადასული 16 ბიჭს და ასე ყველა იმ ადამიანს, ვინც 56 9 მარტს დაიხვიტა და ესე იგი და მე დედა ყავდა ამას და ის დედაც გარდაცვლილია ბუნებრივია მეტი ჭირისუფალი აღარ დარჩა და ფაქტურად ესე მიმსვლელი თუ უპატრონებს ვაკის სასაფლაოზე თბილისში მის საფლავს. 14 წლის ბავშვიც არის ერთი მოკლული და ერთი ესეთი შემზარავი ამბავია რომ ამ 14 წლის ბავშვს ყავდა მხოლოდ ბებია პატრონი მეტი არავინ და აი მიჭირს რომ ამბობ რომ ნახა ბებიამ ეს გარდაცვლილი ესეთ რამე დაატირა რომ მთელი ბავშვობაო ქუდი უნდოდაო ქუდი ენატრებოდა არა შესაძლებლობა არ ქონდა ოჯახს ფინანსური და ეხლა მაინც არ მინდა საფლავში გაუშვა ისეო რომ ქუდი არ დავახურო და ქუდი უშოვნეს რომ ესე დაეკრძალათ გარდაცვლილებთან მოკლულებთან თითო ჭირისუფალს უშვებდა საბჭოთა რეჟიმი რომ ამოეცნოთ მეც არა და იმათაც აიძულებდა რომ იქნებ არ ამოიცნო იყო შემთხვევები მაგალითად რაიონებიდან ჩასულებს ეუნებოდნენ არ წაასვენოთ თავის საგვარეულო სასაფლაოზე აქვე სადმე დავმარხავთ მაგალითად ერთი ხაშურელი ნოზაძე იყო ასეთი და ჭირისუფალს გაუწიეს ანუ მოაწყეს მასობრივი სასაკლაო 1956 წლის 9 მარტს გააკეთა საბჭოთა რეჟიმმა ნიკიტა ხრუშჩოვმა და რა მოიტანა ახლა ამან ეს იყო დაინერგა თუ არა შიში მოიტანა თუ არა ამან იმ დროს მოიტანა მაგრამ შიშზე მეტი შეგვიძლია თქვა თუ შეიძლება ასე ითქვას დადებითი ის მოიტანა ხა როგორ შეიძლება ამ ყველაფერს დადებითი ვნახოთ ამ საზარელ ამბებში მაგრამ მოიტანა ის რომ შედეგი ეროვნული ცნობიერება გაახვიცა რაც იმ როგორც გითხარით მეორე მსოფლიო ომის დროს იყო მინავლებული ჩამქრალი და როგორ აი მაშინ წამოვიდნენ ზუსტად შექმნეს არალეგალური ნუ საბჭოთა კავშირის არალეგალური თორე ის რაიც არალეგალური იყო პოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია გორგასლიანი აქ იყვნენ ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა ეგ მე მოუგიანებით უკვე ზურაბ ჭავჭავაძე უერთდება და შემდეგ და მაშინ ესენი ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ 17 წლის ბიჭები აი რო იწყებდნენ უკვე ცხოვრებას და ამან გამოაღვიცა და უკვე 60-იან წლებში უფრო და უფრო 70-იან წლებში უკვე ქმნიან რას ისინი საბჭოეთისთვის არალეგალურ ბეჭდურ ორგანოებს ოქროს აწმისი საქართველოს მომბე და ამ შემდეგ და ესე იგი აღმოჩნდა ისე რომ ის წყვეტა რომელიც იმ 37-38 წლიანი რეპრესიების შემდეგ და იგივე იმ სამანელების საქმის შემდეგ მთელი მეორე მსოფლიო ომის წლებში ვიდრე 1956 წლამდე ქართულ ეროვნულ სახელმწიფოებრივ ცნობიერებას ჰქონდა 1956 წლის 9 მარტის მოვლენებმა და იქ დახოცილმა დახვრეტილი ხალხის გმირობამ გამოაღვიცა და ძიმე ნაბიჯებით შეუდგა მერე საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივ მოძრაობა თავის აღმავლობის გზას. ნუ რა თქმა უნდა მერეც მუშაობდა ამაზე პროპაგანდა
როგორც გითხარით, დღემდე ოფიციალური დასკვნა არ არსებობს. რატო და როგორ მოხდა ამ დღეს? რამდენი ადამიანია დახოცილი ამ დღეს? დღემდე არ არსებობს ამას ოფიციალური დასკვნა, აგერ 70 წელი გავიდა. რა თქმა უნდა, საბჭოთა რეჟიმს იქ ყავდა შეგზავნილი მოგვიანებით შემდეგ უკვე ეროვნულ მოძრაობაში, ყავდა ისეთი ადამიანების შეგზავნილი, რომლებიც მის სამსახურში იყვნენ, ბუნებრივია, ახლა ავრცელებენ 1000-ნაირ ჭორებს, 1000 სხვა რაღაც უარყოფით ამბებს, თუმცა მაინც ვერ შეძლეს მათ ის, რომ ის ეროვნული მუხტი, რომელიც აზვირთა მიენავლებინა. ხო, ამის შემდეგ, ხო შორის ამ მოვლენების შემდეგ 5 წელიწადში ხრუშოვი ჩამოვიდა საქართველოში. და იყო იგი ესტუმრა საქართველოს და თითქოს რაღაც მუხტი 1961 წელს ჩამოვიდა. თითქოს რაღაც მუხტიც იყო შექმნილი, მაგრამ ის მუხტი, რასაც იზელოდა, რაც მას უნდა დახვედროდა, ნუ ახლა შიშით ბევრი გავიდა ბუნებრივია, მაგრამ აღარ იყო ის ისე საზეიმო მისი დახვედრა, როგორც იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ არ მოხდებოდა 1956 წლის 9 მარტი და ერთი კი უნდა ვთქვათ ახლა, რომ იოსებ სტალინი, რომელმაც სიცოცხლეში, თავის სიცოცხლეში უთვალავი რაოდენობის ადამიანი დახვრიტა და დახოცა. პირდაპირ მისი ხელმოწერები, ახლა ვინაც რა უნდა მითხრას, დოკუმენტები არსებობს და თუ მის ხელმოწერებს აყალბებდნენ, მაშინ ბელადად მოწარმოაჩენენ, ხო? ბელადი ვერ ყოფილა მაშინ, თუ ვერ აკონტროლებდა ის სახდებოდა სახელმწიფოში, ხო? კიდევ ერთხელ გამიჩნდა სურვილი, რომ ყავდეთ ოპონენტები. არა, ესე იგი, ვინმე აყალბებდა? არა, მესმის. ხო, მაგრამ მაშინ ბელადი ვერ ყოფილა, მაგრამ მისი პირდაპირ ხელმოწერები იგივე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილის დახვრეტაზე, ნინა ცინცაძე ყარალაშვილის მისი ხელმოწერაა პირდაპირ. და ანუ რატომ ამბობ, უთვალავი რაოდენობის ხალხი დახოცა ამ კაცმა ცოცხალმა და გარდაცვლილიც კი ყველად იქცა. იმ კუთხით რომ აი სულხან საბას ცნობილი გავში რო არის, ხო იცით, ესა ცოცხალმა მოგთხარა და მკვდარმა აგვაოხრაო. ესე დაგვემართა. ცოცხალმა მოგთხარა, გარდაიცვალა და 1956 წლის 9 მარტის მოვლენები მის სახელთან გამონარი აზრითა და კიდე იქცა მის სახელით დაცვის გამო ხალხი დაიხოცა, მაგრამ კიდე ერთხელ ამბობ, აქ არ იყო მხოლოდ აი დადებით უნდა ვნახოთ, ჩვენ რატომ მივაგებთ იმას პატივს როგორ ძმირებს, ეხლა სტალინის დამცველებს შეიძლება მარტო რომ ამ პრიზმაში განვიხილოთ, რომ მარტო ეს იყო სტალინის დაცვა სხვა არაფერი, მაშინ რატომ მივაგებთ ჩვენ, არა აქ იყო იდეაში ქართული ეთნიკურობა, ქართული ეროვნულობა, ქართული გენდა, იქ ვიღაცამ რო იყვირა დამოუკიდებელი საქართველო, აი იმას მოყვა ის სოლა და ის დახვრეტები და მე ნელ-ნელა მივიღეთ ის რომ 35 წლის მერე შეგვიძლია ვთქვათ, გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოების დამოუკიდებლობა. ეს იყო კვარცხლბეკი, საიდანაც დაიწყო. მე იყო 1978 წლის აპრილის მოვლენები, მოგეხსენებათ, როდესაც ენა უნდათ გაეუქმებინათ ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა და მაშინ გამოვიდნენ დიახ, გადავრჩით მაშინ. მაშინ თვითონ მოდი უნდა ვთქვათ ესე რომ ხრუშოვისაგან განსხვავებით ბრეჟნევი არ წავიდა სისხლის ყურაზე, ხა ბრეჟნევის იდეალიზაციას კი არ ვეწევ, ის იყო ტიპიური საბჭოთა ფუნქციონერი, უბრალოდ პიროვნული განსხვავება ხო არის, თორე საბჭოთა ლიდერის სკამზე ვინ იქნებოდა, მაგას არსებობს მნიშვნელობა არ ქონდა, უბრალოდ ბრეჟნევი არ წავიდა 78 სისხლის ყურაზე, რაც სამწუხაროდ შემდეგ აღარ გააკეთა. თითქოს რომ მე ბჭყალებში ბოლო დემოკრატად იყო მიჩნეული გორბაჩოვმა 1999 აპრილში უკვე გორბაჩოვის მმართველობის დროს მოხდა და ესე იგი აი მოვლენება 49 წლის 9 მარტმა 78 წლის აპრილის მოვლენება 80-იანი წლების მოვლენება 88 წლის ნოემბრის დაწყებულმა ფაქტებმა ჩვენ მიგვიყვანა უკვე 1991 წლამდე და მეტი პატივისცემა გვმართებს ჩვენ ამ ხალხის მიმართ. თქვენ მოგეხსენებათ ახლა რომ ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები და უნდა გვახსოვდეს რა თქმა უნდა. აი პატივისცემაში რას გულისხმობთ? აი კი არის იქ ესე იგი მცირე მემორიალი თბილისში ყოფილი კავშირის გამბულობის შენობის ფასადზე არის ახლა მემორიალი იქა. სხვა შორის ნატყვიარები ახლაც ემჩნევა იმ შენობას. ფასადზე ახლაც არის იქ ნატყვიების კვალი ახლაც არის, მაგრამ ეს მეტი სახელმწიფო დონეზე უნდა აღინიშნებოდეს. მე კი არ ვუტოლებ ამას 9 აპრილის გმირებს, 9 აპრილის გმირები უფრო მაღლად გან, იმიტომ რომ მათ სახელმწიფოებრივ დამოითხოვეს პირდაპირ და ამისთვის დაიხვრიტნენ. დახვეტა ქვია ბარაქვია ფაქტობრივად, ხო? მაგრამ იცით რა არის? უფრო მეტი პატივგება, უფრო მეტი წარმოჩენა. აი გუშინ 70 წელი კი რაღაც სამთავრობო პოსტები დაიდო ვნახე, მაგრამ აი
უფრო მეტი იქ მემორიალთან მისვლა. თუნდაც ის აქტივობა, რაზეც თქვენ საუბრობდით ბატონი ვარდოსანიძის პერიოდში. კი, ბატონი სერგოს რექტორობისას მე მადლობა მინდა უთხრა მას. ეს იყო იდეალური ღონისძიება ყოველი წლის 9 მარტს. მე მაშინ როგორც გითხარით ამ უნივერსიტეტის დოქტორანტი ვიყავი და ისეთი ამაღელვებელი იყო. ესეთები უნდა მოხდეს და ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენი საბჭოთის პერიოდში მიმდინარე პროცესები არ დაწყებულა მარტო 70-იან 80-იან წლებში. აი 40-იან წლებში ჩაკრული მეორე მსოფლიო ომისას ჩაკრული ეროვნული სული 1956 წლის 9 მარტმა მისმა მოვლენება და მისმა გმირებმა გააღვიძეს. აი ეს უნდა გვახსოვდეს. ძალიან საინტერესოა ბატონ ლაშა და საინტერესოა ისიც თქვენ როგორ რამდენად უყვებით ამ ამბის შესახებ თქვენ სტუდენტებს. არის თუ არა დაინტერესება ახალგაზრდებიდან? იციან თუ არა მათ სიმართლე? მხოლოდ თქვენგან იციან თუ ეს განიხილება ზოგადად? შეტანილია თუ არა სახელმძღვანელოში და ასე ფართოდ როგორც თქვენ დღეს საუბრობთ არის თუ არა მიწოდებული ახალგაზრდებისთვის. არსებობს ნაშრომები, არსებობს მონოგრაფიები, სამეცნიერო შრომები, მოხსენებებიც ყოფილა წაკითხული, ღონისძიებებიც იმართებოდა ამას როგორც მოგახსენეთ და არ არის თად ესე მიწამეყრილი, მაგრამ უფრო წარმოჩენა, აი ნახეთ, აი უნდა იყოს სახალხო დონეზე ცნობილი. ნახეთ, საერთოდ მოვლენის ფაქტისა თუ პიროვნების მიმართ ერთი არის მისი სამეცნიერო ცნობადობა და მეორეა მისი სახალხო პოპულარული ცნობადობა. იგივე აი მაგალითად მეც როგორც ახლა ისტორიკოსი, როდესაც წერ სტატიას, იქ ყოველთვის ვასხავებ მე რა მიმართულებით უნდა, რა ენით უნდა დავწერო ეს სამეცნიერო ენით თუ სახალხო პოპულარული ენით. აი ამაზე ვგულისხმობ. სამეცნიერო მხარეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნორმალური მდგომარეობა გამოვლენას ხოლმე, მაგრამ აი სახალხო პოპულარული მხარე რაც არის, ნამდვილად ასაწევია. მე რა თქმა უნდა ჩემს სტუდენტებთან მაქვს ამაზე საუბარი, არა მხოლოდ ვთქვათ სალექციო ფორმატში, ისე ზოგად საუბრებში, ასევე ვთქვათ ვინც ჩემ ტრენინგებს ესწრება თუ სხვა ფორმით სამეცნიერო პედაგოგიური შეხება ვისთანაც ამაქვს, შესაბამის დროებში რა თქმა უნდა ამაზე ვსაუბრობ. იმაზე მეტი მინდა უთხრა ხოლმე ამ შემთხვევაში, ვიდრე ეს შეიძლება მათ სახელმძღვანელოში წაიკითხონ, ვიდრე ეს შეიძლება რაღაც კონსპექტში ნახონ, იმიტომ რომ რა ხდება ჩვენ გვაქვს პრობლემა ისტორიის, რეალური ისტორიის გააზრების. სამწუხაროდ ეს საბჭოთა რეჟიმმა გააკეთა, სხვას ვერ დავაბრალებ, ისტორია საბჭოთა პერიოდში გადაქცეული ჰქონდათ ამათ ორი მიმართულებით. ერთი იყო საბჭოთა კავშირის რუსეთის ისტორია, ამაზე იყო თითქოს სამყარო აგებული და სხვა დანარჩენი იყო თარიღების ისტორია. ანუ საბჭოთა კავშირის რუსეთის ისტორია და სხვა დანარჩენი თარიღების ისტორია. და აი ეს მე არ მომწონს და მე მგონი არც ერთ მოაზროვნე ადამიანს არ უნდა მოსწონდეს, რომ თარიღების ისტორიაში არ უნდა ჩავრჩეთ. თორემ მე იკარგება ის აზრი, არც მშობელი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა და ეს თარიღების ისტორიამ ჩვენ არ უნდა დაგვაკარგინოს ისტორიის რეალური განცდა. კი ახლა მაგალითად სოციალურ ქსელებში წერებოდა, რომ ეს იცით ეს ხალხი სტალინის გამო გამოვიდა იქ და რა თქმა უნდა სტალინის გამო გამოვიდა, მაგრამ იქ ნახეთ რაღაცნაირი ადამიანში ფსიქოლოგიური მომენტია, რომ რაღაც რო გროვდება და უცებ ისეთმა რაღაცმა მოვლენამ ამ ფაქტმა შეიძლება ეს ყველაფერი წამოსიოს, რასაც ვერავინ იფიქრებს. აი დაგროვილი იყო, გროვდებოდა ხალხში ის საპროტესტო მუხტი, ის ანტიდამოკიდებულება, სამართლიანი დამოკიდებულება, რასაც აწარმოებდა საბჭოთა რეჟიმი და უცებ ამან გააღვივა. უცებ გააცხელა, ნახეთ, რაღაცა გაყინულია და გაალხო. აი ეს იყო 1959 მარტი და ეხლა ხრუშჩოვის რეჟიმი ისეთი იყო, დენი უბედურება აქ დატრიალებული ხრუშჩოვის რეჟიმს, მას მიაწერენ ასეთ გამოთქმას, რომ მეო უკანასკნელ მღვდელსო ტელევიზიით გაჩვენებთ დახვრეტის წინო. ანუ ყველას რო დავხრიტავო ეკლესიაში სასულიერო პირებს, ბოლო ვინც იქნებაო დასახვრეტიო, სანამ დავხრეტეო, თქვენ ტელევიზიით გაჩვენებთ. აი ესეთ გამოთქვას მიაწერენ მას და ესო არ იქნება ან ქართველი, ან უკრაინელი, მაგრამ ჯერ რუსეთის მოლევას აპირებდა ეს კაცი. აი ესეთი რეჟიმი. რატომ ქართველი და უკრაინელი რა? ანუ ჯერ რუსეთი, არ გეტყვით. მასობრივად უნდა მოელია მას ჯერ რუსეთი. და რუსეთში უფრო მეტი იყო რაოდენობრივად. მე გამოვიდა და საქართველოსი ან უკრაინაზე. ხვდებით ახლა საქართველოს უფრო მცირე რიცხვოვანი კი უკრაინა ცოტა უფრო მეტი, მაგრამ რუსეთზე ნაკლები და ანუ ჯერ რუსეთს მოვილევო და მე ამაც ეკარებ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ძირითადად ამ სამ ქვეყანაში იყო, ხო, საბჭოთა კავშირში და ჯერ ამ ესაო გადავა ესაო მოვილევო რუსეთს არ იყო ჩადებული ამას და მე საქართველოს რუსეთის მთრული დამოკიდებულება, ანუ როდის დაიწყო და აბას არც საბჭოთა რეჟიმის დროს არ დაწყებულა. არც საბჭოთა რეჟიმის დროს არ დაწყებულა. ამას აქ
საუკუნეების წინანდელი ფესვები. მე-18 საუკუნის იგეთ შეგვიძლია გადავიდეთ ამაზე, ამაზე ერთი გადაცემა საუბარი შეიძლება გასაკეთებელი. კი. და ეს ახლა რატომ ახსენ? აი ესეთი რეჟიმი რო ქონდა კაც, ესეც სიტყვებს ამბობდა, იმის მიმართ ბუნებრივია გროვდებოდა. რა თქმა უნდა. ეს ანტიპატია და უცებ ამოხეთკა 1959. მე კი რა თქმა უნდა საბჭოთა რეჟიმი ეცადა იქ სანამ ეს ასე არ მომხდარა, თვითონ ეს ყრილობა როგორც გითხარით 25 თებერვლის ყრილობა იყო დახურული ყრილობა იყო ეს ვერ გაბედა. პატარა კაცი იყო ეხლა ვიზუალურად კი არა შეგნებით მაგრამ ხო და ვერ გაბედა ისიც კი ღია მაგრამ მაინც გამოვიდა ხმა და ნუ საბოლოოდ მე ხო შუმა როგორც დაამთავრა ვიცით ჩვენ რომ მას თავის პოზიციაზე არც დაუმთავრებია დააკავეს დააპატიმრეს ვიცით ჩვენ და ამ მოვლენების 60-იან წლებში უკვე და ასე დაამთავრა მან თავისი ეს მოღვაწეობა ჭყალებში მოღვაწეობა და ჩვენი ეს ვალი არის კი აი 60 აი დასკვნის სახით რომ გვითხრათ ახლა ბადალაშა უკვე გადაცემის ბოლოსკენ დასკვნის სახით რა გინდათ უთხრათ ჩვენს ახალგაზრდა თაობას ძირითადად მაინც მე მადლობა ღმერთს რომ როგორც ლექტორს ახალგაზრდა თაობებთან მაქვს აქტიური შეხვედრა და ეს მე დიდ პასუხისმგებლობას მაძლევს თან მე თვითონაც ეხა ასაკით არა ვარ დიდი ასაკის და ეს კიდე უფრო მიორმაგებს შინაგან პასუხისმგებლობას და მოგესალმებით ძველ ქართულ ენაში თქვენი ცოდნა ბატონლაშა თქვენი ნიჭი თქვენს ასაკთან შეფარდებაში არ მოდის ნამდვილად ხო და იცით რა არის ძველ ქართულ ენაში მასწავლებელი ნუ ლექტორის მასწავლებელი ხო ეწოდება მოძღვარი ესე ეწოდება მოძღვარი. მოძღვარი არ არის, მაგრამ არ არის მხოლოდ სასრულებელი. მოძღვარი არის, ვინც ასწავლის, ხო? ძველ ქართულში პირდაპირ. მოძღვარი მასწავლებლად ნიშნავს. ანუ მე მიწევს დავმოძღვრო ეს ახალგაზრდები, რომელიც ჩემზე ზოგიერთი არის თუ რამოდენიმე წლით უმცროსი, მეტი კი არა. და აი აღქმა როგორი ახალგაზრდების და ეს ნახეთ, ეს მიხარია მე რომ ასეთი ურთიერთობები მაგ არა მხოლოდ ტელევიზორში, არამედ აუდიტორიაში, ტრენინგებზე და სხვაგან და მიხარია რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ უმრავლესობას, ეხლა შევარაც პარავში მივაღენო უმრავლესობას შეუძლია მართებული აღქმა, დაინტერესება და კითხვებსაც გისვა. ძალიან კარგი. და ნახეთ რა ხდება, იყო ესეთი შედარებას მოვიყვან რომ მე-20 საუკუნეში იყო ჩვენ ყავდა ცნობილი დიდი მღვდელმთავრები გაბრიელ ეპისკოპოსი და ალექსანდრე ეპისკოპოსი. ეს ალექსანდრე ეპისკოპოსი ηλია ჭავჭავაძის მოძღვარი იყო საერთოდ. გაბრიელ ეპისკოპოსი ხო უგვირგვინო მამამთავარი იყო. მაგრამ მათ უშუალოდ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის არ უზრუნიათ, ვერ იზრუნეს. თუმცა მათ აღზარდეს თაობები სასულიერო თუ საერო რომლებმაც შემდეგ აღადგინეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალი და იმ გაბრიელ ეპისკოპოსს და ალექსანდრე ეპისკოპოსს არავინ არ უხსენებს მაგათ ავტოკეფალიას არაფერი უთქვამთ იმათ უხსენებენ რომ იმათ ესეთი თაობები აღზარდეს ვინც მერე საქმე გააკეთა ანუ ისინი საქმეს აკეთებენ აი ეს მინდა ვთქვა რა მინდა ხა მივიხდით ალბათ რა თამამო ის წინა თაობები ჩვენი წინა თაობები ვინც იყო რა თქმა უნდა სამწუხაროდ იქაც იყო უღირსიქმედებები ახლა ამის დამალოს აზრი არ აქვს მაგრამ მათ დიდ უმრავლესობამ გააკეთა ის რაც შეეძლოთ და ბევრი კარგი გააკეთეს მე მადლიერი ვარ ჩემი წინამორბედი ისტორიკოსების ჩემი წინამორბედი ლექტორების ვინც მე მასწავლე და ვისგანაც დღემდე ვსწავლობ და ზოგიერთ უკვე საერთოდ კარგად ბევრი კარგი გააკეთეს ეხლა უკვე იმათი მოცემული ჩვენ უნდა დავაშენოთ მე რომ მივცემ ჩემ სტუდენტს და მოსწავლეს იმან კიდე უნდა დააშენოს და მოდი ნუ საყვედურებთ წინათაობას იმას რატო ვერ გააკეთა წინათაობაში დავინახოთ ის რომ იმ თაობამ აღზარდა ეს თაობა ვინც ახლა საქმეს აკეთებს და აი ტრამპლინის აი ხო ერთმანეთზე მიწყობილი და ამას ხედავ მე ჩემ სტუდენტებში ამას ხედავ მე ჩემ სტუდენტებში ახალგაზრდებში და ნამდვილად ვიტყვი ვარ დიდი იმედით ახსოვი. მე არ შემხედრია ჯერ ახალგაზრდა, ამან ეს მიხარია ძალიან ალბათ არიან როგორ არ იქნება, მაგრამ მე ჩემს უშუალო სანაცნობაში ვისაც სწორად არ ესმოდეს საქართველოს მომავალი რა ხრი უნდა განვითარდეს. ვისაც არ ესმოდეს სწორად რომ ჩრდილოეთით გახედვა დამღუპელი ამ ქვეყნისკენ. მე ჯერ ჩემ თაობაში და ქვედა თაობაში, ჩემ სანაცნობოში და ჩემ წრეში არ შემხედრია და ეს ძალიან მიხარია. და იმედი მაქვს რომ საქართველოს ექნება ღირსეული და საუკეთესო მომავალი. მერს მაგისმინოთ. ბატონლაშა, ეს რწმენა აუცილებლად გვაქვს. უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე ყოველთვის ვიცი თქმა რომ ჩვენ ვისმენთ ლექციას, საინტერესო ლექციას და ამ ლექციას აქვს მასობრივი ხასიათი. ძალიან ბევრი მაყურებელი უსმენს,
უყურებს, იმიტომ რომ FM 105-სა და 5-საც გავდივართ ჩვენ რადიო რიონის ეთერის მეშვეობით და ალბათ აუცილებელია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გადაცემაში, რომ მხოლოდ მშრალი თარიღები არ უნდა იცოდნენ ჩვენმა კიდათ ახალგაზრდებმა და ყველა თაობის წარმომადგენლებმა, არამედ უნდა იცოდნენ შინაარსობრივი მხარე და სწორედ ეს არის იმ მუხტის გამაღვივებელი, რა მუხტზეც თქვენ საუბრობდით გადაცემის მსვლელობის დროს, რომელიც არ აძლევს მტერს არასოდეს მოსვენების საშუალებას და არასოდეს არ მოასვენებს ქართველი ჩვენს მტერს. იდეოლოგიურად გვერდში სხვათა შორის ახლა კიდევ უბრუნდებით, მაგრამ არ მოცეკვით რუსეთი რითი განსხვავდება ჩვენი სხვა ყველა ისტორიული მტრებისგან. იდეოლოგიას ურტყავს. სხვა მტრებს ჩვენსაც იდეოლოგია დიდად არ აინტერესებს. ეს პირდაპირ იდეოლოგიას მისდევს და აი უნდა რომ იდეოლოგიურად შემოვიდეს და ამაშიც გვაქვს სამწუხაროდ ჩავარდნები, მაგრამ ერთი საოცარი თვისებაა. გადამწყვეტ მომენტში სწომხარეს ვკერთ. და გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის გადავრჩით. და იმედი მაქვს, რომ კიდე გადავრჩით. ძალიან კარგი. იმედი გვაქვს, რომ ყოველთვის ვიდგებით სწორ მხარეს და ამ კუთხით დიახ წარმატებები მინდა ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, თქვენ ბატონ ლაშა და იმ ადამიანებს, ვინც გულანთებულია საქართველოს მომავლისთვის. უღრმესი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვფიქრობ, რომ საინტერესო ინფორმაცია, ლექცია, ამბავი მოისმინეთ თქვენ ჩვენი სტუმრისგან, რომელიც გახლავთ ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლაშა დეისაძე შარვაშიძე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ასევე თქვენ და მე ამ ფორმატით მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით, სამშაბათს 19 საათზე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად.